გამარჯობა, ეს მარტოობის წუთებია. დღეს სხვა რაკურსით შემოგიერთდით. ეს იქიდან გამომდინარეა, რომ ჩემთვის მართლა ხალხო ფეხები ცოტა მიბზუის, იმიტომ რომ ჩემთვის საპასუხისმგებლო სტუმარი მყავს დღეს ძალიან. არ ინერვიულო არაფერს. ბავშვობიდან ვუყურებ, ვიყავი მისი მაყურებელი და სულ ველოდებოდი მის გადაცემას ხუთშაბათობით. მადლობა უდიდესი. და მე ვინც როგორც გინდათ ისე მიიღეთ, ვთვლი რომ არა მარტო საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით არის ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი ჟურნალისტი, ვინც მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ესეთი შესავლისთვის მართლა. ახლა ყველა კითხვაზე გიპასუხებ ასეთი შესავლის მერე რაც გინდა მკითხე მართლა. ძალიან დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ თან ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და თან შეიძლება თავი ვერ მოვუყარო, იმიტომ რომ და ვიბნები რა, ეხა ადამიანი ვარ. ქალბატონ მაიას, არ მინდა ქალბატონი არ დამიძახო. მაიას როგორც მე უყვარს თავისი აკეთა მხარე, აკეთა პროფილი. მოწონს. ხო. დავუწყო ყოფილიყოს ჩემი სკამი. მადლობა, ხო ეს მე ვთხოვე მეგობრებო, იმიტომ რომ ჩემი სამუშაო მხარე აი ეს და აქ თურმე ნანკაზის და თქვენ დაეხმარი ენერგეტიკა. როგორც აი მხცოვან კოლეგას დამითმო თავისი ადგილი და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. წამყვანი რომ თავის ადგილს დაგითმობს და მასაც იგივე სამუშაო პროფილი რომ აქვს და პროფილის რეიტინგი დაგვებედებოდეს და დავედებოდეს ამ გადაცემას. მე კითხვით მოვედი, ოღონდ მართლა მარკესი რომ ორივეს გვიყვარს მივხვდი. და რატომ 15 წუთი თუ გადაცემა 50 წუთი გრძელდება? მარტოობის რატო გასაგებია? თავიდან იყო 15 წუთზე მართლა საუბარი, მაგრამ მივხვდი რომ იმდენად სიღრმისეულ თემა, აი იმდენად სიღრმეში ჩავდივართ თითოეული თემის განხილვისას, რომ 15 წუთი ჭირდება უბრალოდ აი ესეთ საუბარს. სანამ იქამდე მივალთ. ამიტომ რა თქმა უნდა გავზარდეთ და ეს იყო მაყურებლის მოთხოვნა. იმიტომ რომ რა წამს გრძნობდნენ რომ სიტუაცია ხურდება, ჩერდებოდა ეს გადაცემა. 15 წოტაა. ძალიან ცოტაა, ხო. ცოტა რუბრიკების ხასიათი გვინდოდა რომ მიგვეცა და აღმოჩნდა რომ პირიქით რაღაც უფრო დიდ ვეჭიდებს. გადაცემა ჩაგიწერიათ. ხო. მინდა გითხრათ რომ ჩვენი სპონსორია და მეგობარი Subway და თქვენ არ ვიცი მიირთმევთ თუ არა Subway-ს, მაგრამ მე მივირთმევ Subway-ს. ყავას ვსვავ. ხო, ძალიან კაი. კი, გემრიელია. ხო და კიდე სანამ დავიწყებდით საუბარს, ჩემი მეგობრის კომპანიამ თქვენ გამოგიგზავნათ რაღაცა საჩუქარი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თავის მოვლის საშუალებები გააქვთ, საწავი და მე კიდე არ მოვიტანე სპეციალურად, იმიტომ რომ მე მაქვს ანტიეიჯ პროდუქცია და ნანკას ანტიეიჯ არ ჭირდება ჯერ. ეს არის ახალი კომპანია, რომელიც უშვებს აბსოლუტურად ყველაფერს, აი ძალიან უცნაურობებს, ანუ კორეული კოსმეტიკაც აქვთ ავეჯიც, რაღაცა დეკორაციები. ნახავ, შევადარებ. ხო და ნახეთ, ეს არის შამპუნები და თავის თმის მოვლის საშუალებებია. თმის მოვლის საშუალებები მინდა კი, მე არ მაქვს თმის მოვლის და მე იმიტომ არ მოვიტანე საჩუქრები, რომ ნახეთ რა ლამაზია. ხო და კორეულია და ძალიან საინტერესოა. რომ ასაკობრივად ჯერ შენთვის ადრეა. ამიტომ არ მოვერი საჩუქრით, ხო? ვინ ხართ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებით? იცი, რატომღაც არ მინდოდა მძიმე თემებზე მელაპარაკა, მაგრამ ჩემ თავთან მარტო როცა ვარ და ეს არის ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად შვილკვტარი ქალი ვარ. რეალური აი სიშავით, რაც ახლავს ამ ყველაფერს. მე უბრალოდ არ მინდოდა და არ მინდა, რომ ეს ყველაფერი გარეთ გამომეტანა და ამისი გარეგნული ნიშნებიც მეჩვენებინა საზოგადოებისთვის. თუმცა როცა მარტო ვარ, შვილკვტარი ქალი ვარ. ერთი ჩვეულებრივი შვილკვტარი ქალი ვარ. გიყვართ მარტო საკუთარ თავთან დარჩენა თუ პირიქით ცდილობთ რომ იცი რა რამკა ბოლო წლებია შევამჩნიე რომ ინტროვერტი გავხდი. არადა ძალიან ექსტროვერტული პროფესია მაქვს და მუდმივად მაშინ განსაკუთრებით როცა რეპორტიორი ვიყავი, როცა პროფილს ვაკეთებდი, უამრავ უცნობ ადამიანთან მიწევდა შეხება. ინტროვერტი ამას ვერ გააკეთებს.
და სავარაუდოდ ნუცას გარდაცვალება და ჩემი ეს პროფესიული აქტივობა ერთმანეთს გადაეჭდო და ინტროვერტი გავხდი. ძალიან ვიღლები ბევრ ადამიანთან ურთიერთობით, ძალიან მღლის შეკრებები, რაღაც პრეზენტაციები. აი აქ ეხა თავს ძალიან კარგად გრძნობ, თქვენ ცოტანი ხართ, მაგრამ ანუ უნდა დავისვენო ხვალ ამისგანაც. არ ვიცი, რომ ვკითხე ჩემს კოლეგებს, ვისთან ერთადაც მიმუშავია, უმეტესობამ იგივე მითხრა. და მივხვდი, რომ ეს გარკვეულწილად პროფესიულიც არის, განსაკუთრებით აი ჩვენ რეპორტიერობის დროსაც, პროფილის დროსაც, რა გიწევს, ხო, სრულიად უცნობ ადამიანთან კონტაქტის ისე დამყარება, რომ მან მოგიყვეს მისი ყველაზე სანუკვარი. და ეს ან ძალიან ბევრ უნარს მოითხოვს და მე ეს უნარების ერთობლიობა იწვევს ალბათ იმას, რომ შენთვის გინდა ყოფნა. ამას ემატება ისიც, რომ უჩუმრად ვერსად ვერ წახვალ. ეს ანუ მე ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ ეს მაგამდე მისულიყავით, ხო? ძალიან ბევრი ვიშრომე, მაგრამ აი ხანდახან როცა მართლა გინდა რომ თავზე დაიფარო, რატო ახურავთ თუ აი თუ გიფიქრიათ ამაზე, პირველად ვიტყვი ხა ამას, რატო ახურავთ გლოვიარე ქალებს თავზე. მეც მეფარა თავზე პირველ დღეებში, მართლა გარეთ რო გავდიოდი, ეგეთი არავის არ ვრახი ვარ. ემალები სამყაროს ამ დროს აღარ გინდა რომ სამყარო შეგამჩნიოს. და პირველი 3 დღე სურათიც კი მაქვს გადაღებული, შავი რაღაცა გრძელი მეფარა თავზე და მერე ჩემ თავს უთხარი რომ აბა ეხა ეს მოიხსენი, შავი გაიხადე და დაიწყე ცხოვრება ისევ თავიდან თქო და დავიწყე. გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს შეუძახეთ, რომ ეს გეკეთებინათ, ესე იგი რეალურად თქვენი სხეულიც აკვათ ამ ყველაფრის გასაკეთებლად. თუ პირიქით ჭიდაობა იყო საკუთარ თავთანაც. პირველი აზრი რაც თავში მომივიდა იყო, რომ უნდა გადავრჩენილიყავი. იმ მდგომარეობიდან გადარჩენა მარტო შეუძლებელია. დედა დამეხმარა ძალიან პატარა ბავშვივით მივლიდა. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, მალევე 10 დღეში გავედი სამსახურში, ანუ იმ ადგილას მივედი, ჯერ მუშაობა არ შემეძლო, იმ ადგილას მივედი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, ნუცას მერე მართლა შვილივით მიყვარდა ის გარემო და ის ადგილი, სადაც მუშაობდი. და ალბათ ამიტომაც დამარტყა ძალიან მძიმედ იქიდან წამოსვლამ, იქაურობის დაკარგვამ. და ერთ მძიმე დეპრესიად დამიჯდა. ხო, რუსთავი 2-ის მერე და უცნაურია, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ნუცას მერე არ შემქმნია. და რუსთავი 2 როცა დავკარგე, ასე ვთქვათ, სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. და გვიან მივხვდი, რომ ეს ჯანმრთელობის პრობლემები იყო და ექიმთან უნდა მივსულიყავი. მენტალურ ჯანმრთელობას. არა, მენტალურს, არა, ენდოკრინული პრობლემები დამემართა. რაც ძლიერი მაქვს ეს ფსიქიკა, მაგრამ 15 წლიდან დილით რო დგები და იცი რომ იქ მიდიხარ, სადაც ჯადოსნური სამყაროა, მე ჩემ ასაკშიც ასე ვთვლიდი, რომ აი იქ მივდივარ და ოღონდ ჯადოსნობა მე თვითონ უნდა შევქმნა. ზოგადად გონია გულწრფელად, რომ ტელევიზია გუშინდელი დღეა. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ტემპი ცოტა დააჩქარა ტელევიზიის გაქრობის. თუმცა აუცილებლად ძალიან მალე YouTube გახდება ტელევიზორის ფუნქციის შემსრულებელია. ეხლა მაგალითად კვლევები აი თქვა ამ წლის არ მინახავს, მაგრამ დაახლოებით ესია 40% საზოგადოებრივ აზრზე გავლენა აქვს სოციალურ ქსელს, უფრო Facebook-ს, დანარჩენი ტელევიზიას. YouTube-ს ჯერ არა. YouTube უნდა გახდეს საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მომხდენი.
და მე ვეძებ ფორმულას, რა ფორმულაა ეს, რომ გადაცემა გაკეთდეს YouTube-ზე და მასზე ყველა მილაპარაკოს, მასზე ყველა მწეროს, იმ მომენტში, როცა ეთერში გადის ან მთელი კვირის მანძილზე. ესეთი YouTube-ზე ჯერ არაფერი ყოფილა. შესაძლებელია კი 3 მილიონიან ქვეყანაში ასეთი რაღაცის მოფიქრება. გონია რა შეძლებთ თუ მოინდომებს და თქვენი ადგილი გონია რომ არის YouTube-ზე. 3 მილიონი ვართ. მე თქვენ ვიდეოებს ალბათ 6 მილიონი ორჯერ ვნახავთ. არა, არის პროფილის ვიდეოები, რომელსაც 9 მილიონი აქვს ნახვა, 3 წუთიანი 6 მილიონი აქვს ნახვა, მაგრამ ის სხვა თემაა. იმიტომ რომ უფრო ყვითელი და გასართობია, რომელიც ძალიან მომბეზრდა და აღარასოდეს ხელს აღარ მოვკიდებ. ეს არის საინტერესო ჭკვიანურ გადაცემას ეყოლება ბევრი მაყურებელი, აი თუნდაც ნახევარი მილიონი. ინტელექტუალურს გულისხმობთ? ინტელექტუალურს არა ყვითელს. და არა ტეტ-ა-ტეტ ინტერვიუზე დაფუძნებულს. იმიტომ რომ ეს გზა, რომელიც ჩიხში მიდის ბოლოს, იმიტომ რომ დამთავრდებიან რესპონდენტები. ჯერ არ ვარ მზად საიმისოთ, რომ პროდუქტი დავდო. როცა მზად ვიქნები, შეიძლება არც არასოდეს არ მოხდეს ეს, არ ვიცი. ეხლა სხვა საქმე მაქვს და იმ საქმეში ვარ ჩაფლული. უბრალოდ აი ძალიან კონტრასტულად შეიცვალა თქვენი ცხოვრება. თითქოს. როდიდან? აი ტელევიზიიდანაც უკვე რო გაქრით, რა ვიცი, მე პროფილის მაყურებელი ვიყავი და პროფილის მაყურებლისთვისაც შეიცვალა ცხოვრება. ანუ ტელევიზორთან გადაცემებმა თავი. იცით რა, ვერ ვიტყვი რა. ამოწურა, ნახე, ახალგაზრდები ტელევიზორს აღარ უყურებენ. ტელევიზორს უყურებს ასაკოვანი ხალხი. რა არის ტელევიზორი? მისგან უნდა მიიღო ინფორმაცია და გაერთო. ხო. ინფორმაციას იღებენ ტელეფონით, იგივე ტელევიზორი შეგიძლია რომ ჩატვირთო და უყურო და გართობით ნებისმიერი სერიალის და შოუს ყურება შეიძლება ტელეფონშიც და ლეპტოპშიც. თქვენ იმიტომ დაანებეთ პროფილს თავი რომ ამოჭამა თავი? მე არ მგონია. მაგრამ ეხლა დღეს ახლა იქიდან 5 წელი გავიდა. ამ ტიპის გადაცემებმა თავი ამოწურეს, რა თქმა უნდა. და ეს რეიტინგსაც ეტყობა. რას აკეთებდით მაშინ, როდესაც ერთ დღესაც გაიღვიძეთ და მიხვდით, რომ ტელევიზიაში აღარ მიდიხართ? და კიდე აი ეს რეალობები. ფოტოც გადავიღე, ეს ისეთი სასიამოვნო იყო თავიდან. უამრავი დრო მქონდა და რასაც მინდა ვაკეთებდი. პირველი აი 1-2 კვირა ეს იყო ძალიან სასიამოვნო. და აი ეს რაღაცა შავი ღრუბელი მერე მოდის. და ხვდები რომ წასასვლელი არ გაქვს. რეალურად ტელევიზიამ გადამარჩინა ნუცასიკვდილის შემდეგ. შრომა დავიწყე რა სულ ვეუბნები ხოლმე შვილთარ ქალებს რომ რაც შეიძლება მეტად დაიტვირთეთ თავი, ანუ თუ საქმე არ გაქვთ, სამსახური არ გაქვთ, მოიგონეთ რაღაც საქმე, კარადა დაალაგეთ, ანუ ფიზიკურად დაიღალეთ, იშრომეთ. იმისთვის რომ ფიქრისთვის იყოს ნაკლები დრო? ხო, იმისთვის რომ ეს პირველი პერიოდი, რომელიც ძალიან მძიმე და რთულია, უბრალოდ გადალახო და მე იქ იმდენი საქმე მქონდა. თან მარაო იყო კიდე სამართავი, რომ ვერც მივხვდი ისე მძიმედ ვიყავი, მაგრამ ვერც მივხვდი ისე გაიარა რაღაც პერიოდმა და როცა სახლში დავჯექი, მაშინ დაბრუნდა ეს ყველაფერი, რაც მაშინ არ გამოვიტირე. რაც რეალურად ფიქრობთ, რომ გასავლელი იყო, მე მგონია, რომ იყო ეს გზა გასავლელი, კი, იმიტომ რომ მაგალითად ეს დათოს უთხარი ქაშიაშვილს ტირილი დავიწყე, არ ტიროდი ადრე, ბლოკავდი ამას მაქსიმალურად, რომ ცუდად არ გავხდარიყავი და ეხლა ტირილის მერე შვებას ვგრძნობ. უკვე დრო გავიდა რაღაცა პროგრესები მაქვს, უკვე ნუცაზე ლაპარაკი დავიწყე, თქვათ ის დედაჩემთან, მაგრამ აი მხიარული ამბების მოყოლა დავიწყე ნუცაზე, რასაც ადრე არ ვაკეთებდი და მასზე საერთოდ არ ვლაპარაკობდი ოჯახის წევრებთან.
ასე რომ ეს მოიწვია ალბათ იმან რომ მე მოვიგონე ახალი საქმე რომელშიც თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ რომელსაც მე აქ ჩემი დღის მონაკვეთის სრული 24 საათი და სიმართლე გითხრათ რომლის გამოც ხანდახან ვფიქრობ რა მინდა YouTube-ზე მე ემასათი მაგრამ მალე ერთი წელი გახდება მე ვიცი რომ ოქროს ერთ-ერთი რამდენიმე ხაზი გვაქვს ერთი კრემით დავიწყეთ და ეხლა მალე მეოთხე ხაზსაც დავამატებ 12 სახეობის მოსავლელი საშუალება გვაქვს თავის მოვლის და ოქროს ხაზიც გვაქვს ერთ-ერთი მათგანი მაგრამ ეხლა მარგალიტი მისვია ამის დამსახურებაა რომ მაკიაჟს აღარ ვიყენებ. მე მთელი ჩემი კარიერის მანძილზე ხა 15 წლიდან ეთერში ვარ წარმოიდგინე იმდენი გრიმი მაქვს წასმული. თან გრიმი. და ეს ჩვენ დროსთან ანუ 90-იან წლებში ეს გრიმი არ იყო, ეს იყო საღებავი. მესმის თეატრშიც მქონია ეგ გამოცდილება. რასკა ეს იყო. ხო და ეს კანს ისე აფუჭებს, ჩემი კანი მადლობას მეუბნება, რომ მაკიაჟს აღარ ვიყენებ და ამიტომ მქონდა მუღამი, რომ მომეგონებინა კომპანია, რომელიც გამოუშვებდა ისეთ კრემს, მაკიაჟი რომ აღარ დაჭირებოდა ასაკში შესულ ქალს. ხო და თუ ჯერ ძალიან პატარები ვართ, მაგრამ გაზდა გვინდა. ამიტომ YouTube-ზე ცოტა დამაგვიანდება, ამის დრო არა მაქვს ჯერ. ძალიან კარგია რომ თქვენი საქმე იპოვეთ, მაგრამ სანამ აქამდე მიხვიდოდით, ხო იყო რაღაცა დიდი პერიოდი იყო რა გაჩერების? 3 წელი იყო. და ამ 3 წლის მანძილზე რა აქტივობებით იყავით დაკავებული, აი რითი? დეპრესია მქონდა. არანაირი აქტივობით არ ვიყავი დაკავებული. ვიყავი გაჩერებული სტოპ კადრი. და რაი როდის მოვიდა ეგ იდეა უცებრო რაღაცა? იცი რა ნანკა ფორმულა რომელიც პროფილს ჰქონდა ძალიან წარმატებული იყო, იმიტომ რომ ძალიან პატარა ბიუჯეტით, ძალიან მაღალ რეიტინგს წერდა. და ყოველთვის ჰქონდა ძალიან ბევრი შემოთავაზება. ყველა მხრიდან. და აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, მე რომ ხელს დავიქნევ და ბოლო ჯერ დავემშვიდობებოდი მაყურებელს, ტელეფონი არ გაჩერდებოდა. მაგრამ ტელეფონი გაჩვმდა. და ეს იყო კიდე ერთი დარტყმა ჩემთვის. ეს არის პერიოდი, როცა ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებს ძალიან უჭირთ ფინანსურად და პროპაგანდისტულ ტელევიზიებში ახლა რომც დაეძახათ არ წავიდოდი თან არც მეძახიან და არც წავიდოდი. ხო, არის რაღაცეები, რასაც ვერ გადააბიჯებ ადამიანს. რთული 3 წელი იყო, რომელმაც მე მიყვარს ხოლმე მარცხის, თუმცა არ ვთვლი რომ ეს ჩემი მარცხია, ჩემს სასარგებლოდ მოტრიალება. და ძალიან ბევრი რამე ვასწავლე, აი ყველა ჩემ გარშემო ბევრი ცნობილი ტელეჟურნალისტია და ზაფხულში ერთად ვიყავით ასასვენებლად, აი ყველას უთხარი, რომ აი ჩაატარეთ ესეთი ექსპერიმენტი და ცოტა ხანი გაქრით და ეგრევე აღმოაჩენთ ვინ არის შენიანი, ვის უყარ ხარ ნამდვილი, ვის უყარს მაია და არა რამე უნდა მაია ასათიანისგან. ხო და ბევრი რამე ვისწავლე. ხო, ბევრი რამე ვისწავლე და სხვანაირი გავხდი კიდე უფრო მეტად მშვიდი, უფრო წყნარი და უფრო ძლიერი. ხანდახან მეტი რაღაცა ჩემ მეუნება ხოლმე ანუ სიძლიერეში და კიდე უფრო ძლიერი გავხდი. და მე ჩემ თავს ვკითხე, რომ ასე ყოფნა არ შეიძლება, როგორც წესი, ყველა ყოფილი ჟურნალისტი PR-ში მიდის. მე PR-ში ყოფნა არ მინდოდა, იმიტომ რომ არ შემიძლია ვაკეთო საქმე, რომელიც აი ცოცხალი ადამიანებით არ მიყვარს. ეს მილიონჯერ მაქვს მოყოლილი, ვკითხე ჩემ თავს, რა გიყვარს კიდევ. და გამახსენდა ჯეილო თავისი კრემით. ხო, ინსპირაცია ეს იყო. და დავიწყე ჯერ კვლევა, მერე ბიზნესის სწავლა ონლაინ, მერე ძებნა და ამას დაჭირდა 1 წელი. და ეხლა ძალიან ბევრი რამე მაქვს სასწავლი, იმიტომ რომ მე რო პროფილი გავაკეთე, უკან მქონდა 20 წლიანი რეპორტიორული გამოცდილება. და მალე ალღო ასეთი
თქვათ უკვე დიდი გადაცემა როგორ უნდა გააკეთო და აქ დამწყები ვარ ჯერ და კიდე აი დღიდან დღემდე გაყიდვებამდე რაღაცებს ვსწავლობ. ძალიან აზარტულია. ამით ტელევიზიას და ჩემს საქმეს გავს. ძალიან შემოქმედებითია და ძალიან დამღლელია. ძალიან, იმიტომ რომ სანახევროდ საქმის კეთება მე არ მიყვარს. ანუ ისეთი უნდა გააკეთო, რომ იყოს ძალიან კარგი. ხო, ეგ გეტყობა ცხეთში. ხო და ამაში ანუ მთლიანად თუ არ დაიხარჯე, არაფერი არ გამოვა. და ხო, აი ხარ რომ მკითხეთ იმ 3 წელს რას აკეთებდიო? ხო, არაფერს არ ვაკეთებდი. მე მახსოვს თქვენ ერთხელ გნახეთ ბაკურიანში ძაღლთან ერთად და დედა თქვენთან ერთად. ეს ალბათ ადრე იყო, დიდი ხნის წინ იყო, იმიტომ რომ სადღაც 4-5 ხო, აღარ გვაქვს სახლი ბაკურიანში. და მე ვიფიქრე, თქვენი ურთიერთობა დავინახე რა, თქვენ მიირთმევდით, ის შემოგციცინებდათ. გარეთ იჯდა? არა, შიგნით იჯექით რესტორანში. ხო, და დუდიც იყო? კი. ხო. და რაღაცნაირი სითბო ვიგრძენი თქვენ შორის, მე მანიაკალური სიყვარული მაქვს ცხოვრების მიმართ. და ძალიან ბევრი პრობლემა გადამალახინეს, იმიტომ რომ გასასეირნებელია, იმიტომ რომ სახლიდან გამოვყვანი ვარ. და აი თქვენი დამოკიდებულება დუდი არის ნუცას ძაღლი. როგორც ყველა ბავშვს ძალიან უნდოდა რომ ძაღლი ყოლოდა და მე ვიყავი კლასიკური დედა, კუროვართან ჰოროსკოპით. ხო, და მიყვარს აი ღამერო და სანამ დავწები, ყველაფერი თავის ადგილას უნდა დავაწყო, გავაკუკუნო და ისე დავიძინო, რომ დილით ესე დამხვდეს და ნუ მე რა თქმა უნდა ვჭედავდი, რომ არა და ბეწვი და რაღაც სისულელებს ვამბობდი. და წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, აი არ ვიცი რატომ მოხდა ეს, Game of Thrones უყურებდით, იქ ხო ჰასკის მაგვარი გელსაზარებია. და ორივე ვუყურებდით და ვუთხარი რომ მოდი მეთქი მოვიყვანოთ პატარა ჰასკი. და ხო, წავედით და ესე თოვლის გუნდასავით იყო და მოვიყვანეთ და ნუ ცას ვეძახდი დუდის. ხო და მითხრა რომ აი 17 წლის ვარ უკვე და დუდის ნუ ხარ მეძახიო და მოდი ამას დავარქვათო. ხო და მე პირველ დღეს არა, აი მეორე დღეს დუდის ვეუბნები ხოლმე, მე ის ადამიანი ვარ, სახლებს რო ელაპარაკება. ხო, ვიგრძენი რომ მას ძალიან მჭირდებოდი. აი ჩვენი სიყვარულის ისტორია იწყება მეორე დღიდან, როცა საჭმელი უნდა დამეყარა და მას ჩემი წითელი ფერის ლაქი სათამაშოები ეგონა. ხო და სულ ვამბობ, არ მიყვარს ის ხალხი, ვინც ძაღლს გასაწვრთნელად აბარებს და ეუხეშება და აი რაღაცა მეთოდები აქვს გაწვრთნის. ადამიანივით თუ დაელაპარაკებით, ან ჰასკი რთული ძაღლია ძალიან. სულ ლეკვია. ხასიათით. სულ ლეკვია, მაგრამ მას ესმის აბსოლუტურად ყველაფერი, უბრალოდ ვერ გელაპარაკება. აი ხა დღეს უთხარი, მე მეორე ძაღლიც მყავს. ის მალტეზია და გამომდინარე იქიდან, რომ ინტელექტით უფრო წინ არის, ჩვენი დუდის აწყალი მალტეს ემორჩილება. ანუ ბანდის მეთაური ეს პატარა თეთრი ცუგაა. ხო და ძალიან დამეხმარენ, იმიტომ რომ სახლში რომ მივდივარ, იქ ვიღაც ხდება, ხო? და თან ისე მხვდებიან, არც ერთი მამაკაცი არ შემხვედრია ესე. ხო და მგონია რომ ადამიანებზე უკეთესი ადამიანები არიან. ხო. და თან იმას რა ცნობიერებ, რომ შენ კიდე ბევრი ადამიანი შეიძლება ყავდეს გვერდით და იმას მარტო შენ ყავ ხარ. და ერთადერთი მეგობარი ხარ მისთვის. და მან არ იცის ვინ ახარ, წარმატებული, წარუმატებელი, პოპულარული, ფულიანი, უფულო, სამსახურიანი, უსამსახურო, შენ უყვარ ხარ, ნამდვილი შენ. და არა იმიტომ რომ ჭირდები. არა და არც კი იცის რომ ჭირდები. ხო, უანგარობის სიმბოლოები არიან. ხო, ეხლა გიჟებად გთვლიან ალბათ, ვისაც ცხოველები არ უყვარს ისინი. ჩემ მაყურებელს მე მგონი ყველას უყვარს. ხო. ძალიან ჰუმანური მაყურებელი მყავს, რაც ძალიან მაგრამ იხარია. ხო, ჩემი ძაღლები თან, როდესაც მოვიყვანა, იყვნენ ფისოების გარეშე. და ფისოები როგორ მიიღეს?
არ ვიცი, მაგრამ მე მოვიყვანა ქუჩიდან ჩემი კატები და შესაბამისად აი ეს რაღაცა თავის კატარის ხო, სხვანაირი თვისებები აქვთ რა და თან მალინუასთან ახლა ურთიერთობის დამყარება კატისთვის რთულია. ჩემი დუდი ეჭვიანია და ძალიან არ უყვარს ფისოები და ვერ მომყავს. ჩემსაც არ უყვარდა ქუჩაში კატებს მისდევდა, უნდა რომ გაებრტყნო. ეხლა ერთი ჯამიდან ჭამენ. ეს ძალიან უცნაურია, მაგრამ აი მონდომების შედეგად მოხდა რა. ეტყობა იმდენად მინდოდა და გადავწყვიტე გონებაში, რომ უცებ სამყარო კი, იმიტომ რომ ქუჩაში კატების შემჩნევა რა დავიწყე. ძალიან რთული იყო, რომ სახში არ წამეყვანა. ხშირად ვამბობ ხოლმე, ეხლა ქუჩაში კატა თუ მხვდება, გამირბის, იმიტომ რომ იცის, რომ სახში წამოწაგიყვანო, აი ესე მივსდევ ყველა კატა. ხო, ჩემი დუდი ცუდად იქცევა ხოლმე, თორე აი აუცილებლად წავიყვანდი სახლში ფისოებს, ძალიან ცუდად იქცევა. ხო, თან ბევრად მატერია. ახსენდება რომ გელია და ხო და არ იქცევა კარგად, ეხლა ვერ ვიტყვი რას აკეთებს. პატიოსნებას შეუნარჩუნებ. კლავს. ხო. უქნია? ხო, საშინელება, ეგ მესმის. მაგრამ ნუ ვერაფერს ვერ იზამ რა, ინსტინქტია. ხო, ანუ ინსტინქტია, გლის ჰიბრიდია და სეირნობა დუდისთან ერთად. ჩვენ გვაქვს ეზო. პატარა ეზო, სადაც დარბიან ესენი ორივე. სეირნობა რთულია ძალიან, იმიტომ რომ ნუ ორივე უნდა გაასეირნო, სხვა გზა არ არის და ერთად როცა არიან ბუბულიკოს უნდა რომ წინიაროს ამ დროს ძალიან უჭირს რომ ჰასკის გაუსწროს სულ ყებს და სულ კონფლიქტში შედის უცხო ძაღლებთან. და ამიტომ მე დუდის უწევს ამ ძაღლების მოგერიება და აი სრული პროვოკატორია. ღრენა ხო. ამიტომ მაშინ როცა ვაკურიანში გნახე ალბათ ბუბულიკო არ იყო ან სახში დავტოვეთ. არა, მარტო. სავარაუდოდ სახში დავტოვეთ, რომ კონფლიქტი არ გამოეწვია, ხო. ხო და ნუ სეირნობთ ხოლმე ბუნებრივია. ოღონდ ესე ვასეირნებ, ანუ მე და ჩემი და ორი ადამიანი რომ მოვერიოთ, თორე მე ერთად ვასეირნებ. მართლა? ყოჩა. ეს არის ცალკე ეჭვდი. როგორ ვიბურდები. ხო, ეს აბურდო საშინელებაა. მე ბოძს თუ მიუახლოვდით, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტრაექტორიით გადაწყვეტენ და მე ვარ ბოძია იაქვთ და ნუ საშინელებები ხდება, მაგრამ ნუ სხვა გზა არ არის. ხო, აი მე სეირნობა იმიტომ მაინტერესებდა, რომ საერთოდ ვთვლი, რომ რაც უფრო ბევრ დროს ატარებ ჰაერზე სეირნობაში, მით უფრო მეტ კითხვას ეცემა პასუხი ან იფილტრება რა. არა, ეს ალბათ შენ გაქვს ეგრე დამუღამებული. ანუ თუ ფიქრი გინდა, არა აქვს მნიშვნელობა. კარცერში ხარ, სეირნობ, ლისის ტბაზე ხარ თუ სახლში ხარ. ანუ თუ ფიქრი გინდა და მოგივიდა ის დრო, მომწიფდა ის დრო, რომ საკუთარ თავთან ჩახრმავება, შეგიძლია, სადაც გინდა იქ იყავი, თუ გინდა ავტობუსის გაჩერებაზე იდექი. ადამიანები ჩვენ ხო უმალავთ ხოლმე სიმართლეს, არ ვეუნებით საკუთარ თავზე, რაღაცებს ვიგონებთ და რაღაც აი მოგონილი მასში ვცხოვრობთ რეალობაში და როცა ყველაფერი იცი, ასაქსეს მუღამი აქვს შენ თავზე და კიდე სწავლობ ბევრ რამეს, ეს ძალიან მაგარია. არ ჭირდება ამას, არც უფთა ჰაერი და არც დაბინძურებული ჰაერი. მთავარია შინაგანად გინდოდეს შენ თავზე სიმართლის გაგება. კითხვებს აღარ გაურბიხართ ხო? კითხვები აღარ მაქვს ჩემ თავთან. ზუსტად ვიცი ვინ ვარ. და ასე უთხარი ჩემ თავს, პირდაპირ უთხარი. გაფრინდა, იმიტომ წაიყვანეს, რომ აქ ზედმეტად კარგი იყო და იქ ყველაზე კარგების ადგილია. აი ამ რაღაცა თეორიებს მეორე დღეს ვეკავეშვი. სარკეს ჩავიღე და ჩემ თავს უთხარი, რომ მე ვარ შვიუკვტარი ქალი, 18 წლის ერთადერთი შვილი მომიკვდა და უნდა გადავრჩე. აი ეს ძალიან მკვეთრად, ძალიან მტკივნეულად, მაგრამ ასე უთხარი ჩემ თავს. რა უნდა გავაკეთო ამისთვის? უნდა გავიდე სამსახურში და წავედი სამსახურში. თავს თქვენი აზრით ადამიანმა უნდა აცადოს ცუდად ყოფნა. შეიძლება დიდხანს გაგიკრძელდეს, მაგრამ რაღაც მომენტში უნდა აცადო ცუდად ყოფნა. კი, სულ განასავით ვერ იქნები, მაგრამ ლიმიტი მიეცი შენ თავს და თუ ხვდები რომ მარტოს აღარ გამოგდის, უნდა მიმართო ფსიქოლოგსაც და ნევროპათოლოგსაც. ანუ არსებობენ ისე ადამიანები, რომლებიც ხიბლში შედიან ხოლმე რა ცუდად ყოფნის რა. ხიბლში ოღონდ ცოტა ისე ვამბობ რა.
გაზვიადებულად. თუ ცუდად ხარ, ანუ. მე ვამბობ, აი რომ ბოლომდე მიყვები. მე ვთვლი რომ ხო რაღაცა მომენტში ცოტა უნდა მობილიზდე და თავი ხელში აიყვანო. თუ შენ ეს შეგიძლია, შეიძლება უბრალოდ მენტალური ჯანმრთელობა არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველაზე მეტად არ მიყვარს თავს შემოუძახე, ანუ ესე არ არის თუ ადამიანი ავად არის და მენტალური პრობლემები აქვს, თავს ის ვერ შემოუძახებს. ხო და ამიტომ უპასუხე ყველა შეკითხვას. თუ კიდე ჩამოწერე, როგორი მწარეც არ უნდა იყოს. თქვენ მედიკამენტებით ეხმარებოდით საკუთარ თავს? მე ნევროპათოლოგთან წავედი მალევე გარდაცვალების შემდეგ, იმიტომ რომ მინდოდა რომ ჯანმრთელი ყოფილიყავი და ქალი რომელსაც არ მინდა მძიმე თემებზე ლაპარაკი, არ მინდა. კი ბატონო. ხო. ანუ მე შემიძლია ამაზე გაუთავებლად ვილაპარაკო, მაგრამ ყველას ურჩევ ხოლმე, ანუ ძალიან მეამაყება რომ მე კონტაქტებიან შუქტარი ქალები და მეკითხებიან რომ აი რა ვქნა, როგორ გავაკეთო, ამ დროს ტვინის უჯრედები დაზიანებულია, დახმარება ჭირდება, ანუ ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოს ასეთმა ადამიანმა, ვისაც ძალიან ახლობელი გარდაეცვალა. ასე დროს იციან ხოლმე პირში რაღაცა წამლის ჩაჩრა, ეს არავითარ შემთხვევაში ღმერთმა უწყის, რას გალებინებენ ამ დროს. ხო გინახავთ, რომ აიმე ცუდად არის და დაალებინებენ რაღაცა საშინელებას. უნდა წავიდეს კარგ ექიმთან და გაიაროს მკურნალობა. თქვენ თქვით ძალიან კაი სიტყვები, რომ მე თქვენ რო წახვალთ და ნახავთ. ხო. ის აუცილებლად შეგაქებთ, რომ ძალიან კარგი გოგო ხართ. არა, ის უმაქებს, ანუ მე ისე მომეწონა. ხო. რაღაცნაირად გამაგიმა და გამყვა. იმიტომ რომ სიკვდილით არ მთავრდება დედაშვილობა. ანუ ჩვენ სუერთად ვართ, ახლა გიჟი არ გეგონოთ, მაგრამ ასეა, ხო, ბევრი რაღაცა მისგან ავიღე, ბევრი მისი თვისება მაქვს. დათოს უთხარი ესეც ქაშიკას. ყურის კი არა და ცხვირის გახვრეტა უნდოდა და ნებას არ ვაძლევდი. აი რატო არ ვაძლევდი ნებას. ხო და წავედი და ცხვირი გავიხვრიტე. ძაღლი უნდოდა და ძაღლები მყავს, ერთი კი არა, ორი. და ანუ ბევრი ნუცაა ჩემში ეხლა და მე ამას გრძნობ ხოლმე და პირველი რაც გინდა სიკვდილი მაგ დროს და გადავაბიჯე ამ ნიშნულს სიკვდილი აღარ მინდა. და ეს აი ძალიან მაგარია. ხო. ხო, თავისუფალი ხართ ხო ბოლომდე? არაფრის აღარ მეშინია. აი, თითქოს ბოლომდე თავისუფალი ხართ აბსოლუტურად ყველაფრისგან და იგი ისეთ სასიამოვნო საყურებელია. აი, აღარ მაგშიში, იმიტომ რომ აი მთავარი შიში უკვე დამემართა. ხანდახან ხა იმას კი არ მომაქვს, ნერვებიც მეშლება, ბრაზდები კიდეც რაღაცაზე, როგორ არა, სუსტიც ვარ, დაუცველიც ვარ. მაგრამ სტრესის გადატანა უფრო იოლად შემიძლია. და ადამიანების ახლოს მოშვება შეგიძლიათ? აი, გონია რომ ძალიან აღარავის აღარ ვენდობი. შეკლული და მარტო. ადამიანებს აღარ ვენდობი. ხო, ეგ პრობლემაა. მაგაზე სამუშაო მაქვს ალბათ, რომ ვიღაც ისე ახლოს მოუშვა, როგორც თავის დროზე ვუშვებდი ადამიანებს, სანამ აი ასათიანი ვიყავი. და რატომ ხდა ეგ ბევრი ზურგშიდან არიან? არა, ზურგშიდან არა, უბრალოდ გაქრენ. ასეთები არიან ადამიანები. ანუ როცა ჭირდები არიან და როცა მათგონიათ რომ აღარ ჭირდები, აღარ არიან. ეს სამეგობრო წრეებს არა, სამეგობრო ჩვენთან მედიაში სულ ვამბობ, რომ მეგობრობა ძალიან იშვიათია. მე სულ რამდენიმე მეგობარი მყავს, რომ ვისთან ერთადაც აი სტუდენტობიდან მოვდივარ და ვამბობ ხოლმე, რომ ესენი ჩემი ნამდვილი მეგობრები არიან. მე ვამბობ აი მუზარ-მაზარ წრეს ადამიანებისას, ვინც გარს მაკრდა, ვისგანაც შედგებოდა ჩემი ტელეფონის ზარების 24 საათი, ზოგს სიმღერა უნდა და ზოგს მოკლედ. მესმის რასაც ამბობთ, მივხვდი. ხო და კარგი ექსპერიმენტი გამოვიდა, მაგრამ ახლოს ადამიანებს ასე ახლოს ისინი არ ყავდა ძალიან ახლოს, მაგრამ ხო აღარ მოუშვებ. არა.
არა და სიახლეები, ადამიანები ზოგადად საინტერესოა ძალიან. ადამიანი, ახალი ადამიანი. და თქვენ უფრო მოგწონთ ალბათ ადამიანის შეცნობა ახალი ადამიანის მოგწონთ. აი, ახალი ადამიანი მოვიდა მისი შენ დამაინტერესე, მაგალითად. დამაინტერესე. მაგრამ მე არ შემომიშვებთ სიღრმეში. რა თქვი? პირადი ურთიერთობის, არა. აი, რატო არა? აი, შიშველი შინაგანად ბოლომდე ადამიანმა რო გნახოთ. რატო არ გინდათ? ნახე, შენთვისაც კი მე ვარ მაია ასათიანი. არა, ამ წუთას ავარ. ვარ, როგორ არა? თქვენ ამას ახერხებთ. რახან სტუმრად დაამპატიჟეთ. ესე იგი მე ვარ მაია ასათიანი და იმიტომ დამპატიჟე. და ჩემ მეგობრებისთვის, რომელიც სულ 3-ია, ვარ ასკა. როგორც მეძახდნენ და დღესაც ასე მეძახიან. ასკა? ხო. ხო და მაინც იმ ჭრილში განმიხილავს ყველა, ვინც ახლა შემხვდება. ხო, მაგრამ ამიტომაც ვერ ვენდობი ბოლომდე. აი ამის გავლენის ქვეშ იყავით რაღაც პერიოდის მანძილზე მაინც, რომ აი ის მაია უნდა ვიყო, რაც ხალხისთვის ვარ ზედაპირზე და ყოველთვის. არა, ამაზე არ მეფიქრია, გადაცემის მომზადებას იმდენი ენერგია უნდა. ეს ხო თან მრავალფეროვანი გადაცემა იყო, ბევრი სხვადასხვა თემა იყო შიგნით, ამას ყველაფერს გაკეთება, მომზადება ხო უნდა. ამაზე ფიქრის დრო მე არ მქონდა, როგორი ყოფილი. მე გეუბნებით აი შემდეგ ეტაპზე. აი უკვე რომ აი ყველაფერი დამთავრდა. გქონიათ თუ არა ის რომ აი სიმდგრადე უნდა შევინარჩუნო, იმიტომ რომ მაია. ხალხისთვის მაია. მე არ დავჯდები კამერის წინ. და არ ვიტირებ, არ დავანახებ რო ცუთხასია და მე კამერის წინ ტელევიზიის იქით იყოს, ინსტაგრამზე ტირილით შემიძლია ერთხელ წყობიდან გამომიყვანეს და წამომივიდა ცრემლები. იმიტომ რომ ხალხს ძალიან უნდოდა რომ ენახა რომ მეც ტირი ვარ და აბატონო ვიტირე. თქვენ არ ხართ ხასავით უდრეკი. და კი ამ შეგრძნებას ტოვებთ. რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი ფარია. ეს იცი რა მერჩივნა ნანკა რომ ასე არ ყოფილიყო. ეს გზა არ გამევლო და ისევ ის ყოფილიყავი რაც ვიყავი. უბრალოდ სხვა გზა არ არის. ასეთი უნდა იყოს. დღიურს მართავთ? ანუ დედა ყავთ, რომელსაც დედა და დები ყავს. და დები, რომლებსაც აი ბოლომდე ემოციებს უზიარებთ. კი. ისინიც მეზიარებენ. და აი არის მაინც რაღაცა კუნჭულები, სადაც აი არის რაღაცეები ჩარჩენილი. ამას საკუთარ თავთან განიხილავთ და ყავთ მარტო თქვენ. ეს წლები რო გემატება. ახარ ტოვებ ამ კუნჭულებს, ზუსტად იცი ვინ ხარ, რა ტკივა, რა გიხარია, რა გინდა, რას ელოდები, პირადშიც ეგრე ხარ. სიყვარული რო გეწვიოთ. ეხლა, ძალიან მაგარი იქნება. ახალი სიახლე არის ესე იგი საჭირო. ესე იგი გინდათ რომ ენდოთ და ეს ძალიან მაგარია. აი ნახე თელი ეხა გრძელ გზას გავევლი. მე მიყვარდა მხოლოდ ერთხელ. ოღონდ ისე მიყვარდა, აი თავს რო დაკარგავ და მიწიდან ესე 2 მეტრში რო ხარ ასული და ლიბლივებ. მას მე არ მყარებია და იქიდან დიდი დრო გავიდა. თუ შემხვდება ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემში ამ გრძნობებს გამოიწვევს, რადგანაც არა, მართლა გულწრფელად მაინტერესებს, შემიძლია მეორედ შეყვარება? თუ გადარჩენის ინსტინქტმა იმდენი ენერგია წაიღო ჩემგან, რომ რესურსი აღარ დამიტოვა მიყვარდეს, მართლა გულწრფელად მაინტერესებს. ხო. ესე იგი მზაობა გაქვთ იმისთვის? უბრალოდ არ შემხვდა ესეთი საინტერესო ადამიანი, ვისაც დაეყრდნობი. ვისაც დაეყრდნობი. ეგეთი ჩემ ასაკშიც არ მოიწებრება მიტკითხა. ზოგადად გონია რომ ქართველმა კაცებმა თქვენ არ გეწყინათ ბიჭებო, ურთიერთობა არ იციან. არა. არ იციან. და ასეთ კაცებს ზრდიან ქართველი დედები ჩემ თავიდან მაგალითად. აუცილებლად კი. ეს ჩვენი ბრალია. რატომღაც ნარცისებადაც იზრდებიან? ძალიან ხშირი ჩემ თავობაში შეიძლება კიდე სხვა პრობლემებია რა, უფრო ნარცისები არიან, ოდნავ უფრო პრინცესულები ვიდრე უნდა იყვნენ, მათ ირგვლივ ტრიალებს სამყარო და აღარ არის ის რომანტიკა, რაც ადრე იყო. რომანტიკა
გადამეტებული რომანტიკა ცოტა ფსიქიკური მდგომარეობა მგონია. არა, მე არ ვამბობ საათობით რომ იდგე ყვავილებით კართან და დაელოდო მაღაზიაში როდის გავა, მაგრამ ერთხელ მაგალითად ბიჭს ახლა შეუძლია. ანუ ეხლა უბრალოდ ხალხურ ჯორაობაში გადაიზარდა ბიჭს შეუძლია მოგწეროს ერთხელ. ხო. და ჩათვალოს რომ ესე იგი მას არ აინტერესებს თუ არ უპასუხე და ამიტომ აღარ შევეცდები მეორე. მივხვდით ეს არის ჩემთვის აბსურდი. როგორ შეიძლება ანუ იმან მოგინადიროს, არა. ხო, ეგ დაივიწყე. ძალიან სწორი რაღაც თქვით, კაცს ნადირობის ინსტინქტი რაღაცა. ადრე ქონდა კი. და ეხლა რატო არ აქვს? არ ვიცი, დედებმა ჩაკლეს მასში. იმიტომ რომ დაგეჭილს და ბზამზარეულს აძლევენ ყველაფერს თავიდანვე და ბიჭი აღარ ცდილობს. და ამიტომ ეძებს შენში დედას და არა პარტნიორს. ხო, და ესე უნდა მოურიო, შაქარი და ესე მიაწოდო. და რა არის თვითონ? და თქვენთვის საყრდენი კაცის პოვნა დარწმუნებული ვარ ძალიან რთული იქნება, მაგრამ მაინც მაინტერესებს ეს მახასიათებელი თვისებები, რომელიც კაცში ხიბლავთ. ხო, ეხა ისეთებს ვიტყვი. ჩემზე ძლიერი უნდა იყოს. მამაკაცური თვისებები უნდა გქონდეს, უნდა გრძნობდე მის გვერდით თავს დაცულად. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ აბჯარი მაცვია და ხმალი მიჭირავს ხელში, ხო მაღაზიიდან რომ მოვდივარ ბევრი ტვირთით, დახმარება მჭირდება ხოლმე. აი მაგ დროს საწყალი ვარ, ან სიბნელეში თუ გავივლი, მეშინია მეც ყველა ქალივით. თვათ ეგეთი მაგარი გოგოც კი არ ვარ. ეგეთი კაცი ალბათ არსებობს, სადღაც დაიარება. მაგრამ იმდენად ძლიერი ხართ, აი გვერდიდან მინდა რა რომ გითხრათ როგორ ეხლა რომ შემოვედით ედა მაია რა ძლიერიაო, ესე გაიფიქრე. ენერგეტიკა იმდენად ძლიერი გაქვთ, რომ კაცი რომ იყო დედასავე ფიცავარ, ცოტა შემეშინდება რომ მოგიახლოვდეთ. იმ გაგებით რომ შეიძლება გამოხედვა, ან რაღაცა ჟესტი, კულაცია, რაღაცა გქონდეთ ისეთი, რამაც შემაშინოს წინასწარ, ვფიქრობ რომ ვაიმე, ამიტომ მოდი არ მივალ. ეგ გაქვთ. შეიძლება არა, ვერ გეტყვი რომ შეშინებულები არიან და არ მოდიან. ან ნამდვილად ვერ გეტყვი. აი ეს ღირსეული მამაკაცი. არა, რა მოიგონე. რატომ მოვიგონე? არა, მე ანუ თავის დროზე როცა მიყვარდა, იმდენად რადიკალურად განსხვავებული ადამიანი მიყვარდა და მასაც უყვარდი. ჩემგან, ჩემი წრისგან, ჩემი აღზრდისგან იმდენად სხვადასხვანაირები ვიყავით, რომ გარშემო მყოფებს წლები უკვირდათ რა გვაკავშირებდა ერთმანეთთან. მაგ დროსაც ძალიან კარიერისტი იყავით, თუ უფრო ოჯახური ურთიერთობა? არა, მე ქმარზე არ გიყვები. ქმარი არ იყო. არა, ქმარი არ იყო. მე ამაზე წიგნიც მაქვს დაწერილი, რომელიც ყოველთვის ქართული ბესტსელერია. ой, სადვანა. ხო. სიყვარულზე გაქვს დაწერილი. ამბავზე თვითონ მარტო სიყვარულზე არა. ქარიშხალივით მოვიდა და ქარიშხალივით წავიდა. თუ როგორ მოხდა? ეხლა ამის მოყოლა არა, აი ცოტათი მომიყევით რა. აი პატარაზე. ძალიან. მოკლედ, რატო არ ხართ ერთად? ეგ მაინტერესებს. სადღაც წავიკითხე ისეთი სიყვარული გქონდაო, რომ ყოფასთან შეუსაბამო იყო და აი ეგეთი სიყვარული იყო ყოფასთან შეუსაბამო. და ასე უნდა დამთავრებული იყო. 9 წელი ვიყავით ერთად, ცოტა ხანი კი არა. და ძალიან ძლიერი გრძნობა იყო. ხო, სიცოცხლე 25 ჯერ წამში, ასე ქვია წიგნს. იმიტომ რომ სატელევიზიო წამში 25 კადრია. ნუცას მერე კიდე ერთი სიკვდილი მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომელმაც მიწაზე დამანარცხა 2 წლის თავზე. და აი წერა დავიწყე, მოდი, როგორც თერაპია. რომ მოდი დავწერ და იქნება აი ცოტა შვება ვიგრძნო. მე აი ჟურნალისტი ვარ, რომ დავწერე, შევხედე რაღაცა წიგნის პირველ თავს გავს. გადავგზავნა თინა მამულაშვილს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ხელმძღვანელს, რომელიც ძალიან ახლობელია ჩემი და ვკითხე, რომ თინა, აბა წაიკითხე მეთქი, რას ფიქრობთ? თქვა, თამფრიკა და ესო ბესტსელერიაო და არ გაჩერდე, ხა წერე და წერეო. ხო და მე ჩემ თავს უთხარი, ხა წიგნში ერთი სიყვარულის ისტორია ხო უნდა იყოს, ხა ისი არ არის საინტერესო წასაკითხი. ხო და ვაჩუქე მე წიგნს ჩემი სიყვარულის
ამბავი. ხო და მაგიტო თქვი ერთხელ მიყვარდა. ოღონდ რაღაცა ისეთია, მართლა ყოფასთან შეუსაბამო გრძნობა იყო, მაგრამ ის იყო ხანდახან ჩემზე ძლიერიც, მზრუნველიც, ყურადღებიანიც და ხო. დღესაც რომ ყველა კაცში მას ვეძებ ალბათ. აი ეგ უნდა მეკითხო. ხო. ძალიან რთულია მაგ დროს იმ კაცი ისეთი კაცის აღმოჩენა, რომელიც თუმცა ძალიან ბევრი ნაკლი ქონდა, ანუ მე ეს ნაკლი ხედავდი. ხო, ამას ხედავდი, გადასარევად ხედავდი. ხო, ეხლა ეგეთი ღერთ კაცი კი არ იყო, ძალიან ბევრი ნაკლი ქონდა. აი ის სიყვარული როგორც გავსებდათ და ალბათ ძალიან რთულია, რომ ხო და მკითხე, მაშინაც კარიერისტი იყავი თუ არაო და ანუ როგორ შეიძლება რეპორტიორი კარიერისტი არ იყოს. მე 15 წლის ვიყავი ტელევიზიაში რომ მოვხვდი და ანუ აი მაგ წამიდან კარიერიზმი რაღაცნაირი სიტყვა რა. კი, მაგრამ აი როდესაც ეგეთი გიჟური სიყვარული მოდის ცხოვრებაში, მგონია რომ უკვე აიწონა დაიწონა პროფესია ქონდა რა. შეუძლებელია ვერც ერთი პარტნიორი ვერ გაგიგებს, რატომ გები ღამის 3 საათზე და მიდიხარ გადაღებაზე. ვერა უხსნი, ერთხელ გაიგებს და სისტემატიურად ვერც ერთი პარტნიორი ამას ვერ გაიგებს და შენ გაიგებ. ისიც გაიგებს. მას თქვენი სიძლიერე და ეს სიმყარე ხასიათში რაც გაქვთ, ძალიან უყვარდა ხო? მისი როლიც იყო ამ გაძლიერებაში, ალბათ. ხო, ალბათ. კიდე ეგ თვისება კაცის მე ნუცას ამბავმა უფრო გამაძლიერა. ძლიერი ვიყავი ძალიან ბევრი რამე გადავიტანე, მაგრამ გადავიტანე. მაგრამ ნუცას ამბავმა უფრო გამაძლიერა. და ის მაშინ თქვენს გვერდით იყო? არა, მაშინ დაშორებულები ვიყავით. მაშინ დაშორებულები ვიყავით. ხო, რთულია ძალიან. ხშირად გახსენდებათ თქვენი ცხოვრების სიყვარული? მასთან ერთადაც ცხოვრობთ. ალბათ. ალაგ-ალაგ მახსენდება ხოლმე. ალაგ-ალაგ? ხო, ალაგ-ალაგ. აი, ძალიან სასიხარულო მომენტებში გახსენდებათ? მახსენდება ხოლმე, ანუ ეხლა ვერ ვიტყვი, რომ იცი რა, ახლა უცასავით არა, მაგრამ ალაგ-ალაგ მახსენდება ხოლმე, აი როცა ვთქვათ, მამაკაცი ცდილობს, რომ მომხიბლოს. ადარებთ. აი რო უყურებ, აი ფიქრობ, აი რა უნდა ეხლა ამას, აი რას ბოდიალობს, ის ხო აი ესე იზავდა ამას. ხო. ეს არის ძალიან რთული. ანა, ხო. მისი გაშვება გდომებია დგონობიდან თუ იცი როგორ იყო? წავიდა ამიდან ქვეყნიდან ემიგრაციაში და მახსოვს რომ მე გავაცილე, მე მივიყვანე აეროპორტამდე და მთელი აეროპორტის გზა უკან რომ მოვდიოდი, ვტიროდი, აი ესე ცხარეცრებლით მართლა. თუმცა ეხლა გამორიცხულია, რომ ჩვენ შორის რამე იყოს, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ხანი გავიდა, მე სხვა ვარ და ის სხვა არის. მაგრამ ალბათ გიფიქრიათ. როგორ არა მიფიქრია? და ეს მე პასუხია. რომ ის ჯადოსნობა არ დაკარგოს იმ ისტორიამ. ხო, იმიტომ რომ ეს არის მიპასუხია ზუსტად ასე, რომ ზუსტად ვიცი რომ არ მინდა, იმიტომ რომ ალაგ-ალაგ თავიდან ძალიან ხშირად ყოველ წუთს, ყოველ წამს ტელეფონით ლაპარაკობდით. ნუ მე ვიფიქრე რომ აი რა აზრი აქვს, ის იქ არის მე აქ ვარ და ასე სულ ერთმანეთზე გადაბმას აზრი არ აქვს და გავაიშვიათეთ, მაგრამ მაინც ერთმანეთს ხშირად ურეკავდით. და ბოლოს რო ველაპარაკე ალბათ ერთი რა ვიცი, 2 წლის წინ იყო. მივხვდი, რომ სალაპარაკო აღარ გქონდა არაფერი. აი რაღაცა მომწყინდა ამასთან ლაპარაკი, იმიტომ რომ მე რაღაცა სხვა სამყაროში ვარ, ის უკვე სხვა სამყაროშია და სხვადასხვანაირები გავხდით. და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მე ისე მიყვარს ჩემი პროფესია. სხვანაირად ჟურნალისტი ვერ იქნები. ეს ისეთი კატორღული შრომაა, დილიდან ღამემდე ქუჩაში რო ხარ გაგდებული, სანუკვარის სინქრონის ჩასაწერად. ეს თუ არ გიყვარს, რომ როგორც იქნა ჩაწერე მარტო შენ და სხვებს ეს სინქრონი არა აქვთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა ამ სიყვარულში, ისიც ჩემი კოლეგა რო იყო, ისიც ჩემი სამყაროს ნაწილი რომ იყო. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანს დაინტერესებს თქვენი რჩევა, ვინც ამ წუთას უმკლავდება,
რაღაცა პრობლემებს იცი რა, სადამდე ჩემი ძლია ხოლმე, ეხა ყველას ვერ ვპასუხობ, მაგრამ როცა მწერენ ხოლმე ვცდილობ, რომ აი ყველა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ვუპასუხო და დავაკვალიანო და ავუხსნა მაგალითად დღეს მომწერა ერთ-ერთმა ქალბატონმა შვილმკვდარმა რაღაც პერიოდის წინ ველაპარაკე და უთხარი თავი დაიტვირთეო და თავისი ბიზნესი მოიგონო და აი ისეთი გახარებული ვიყავი ჩვენ ხო ჩვენი ენა გვაქვს სალაპარაკო ანუ საკმარისია ჩემნაირი შემხვდეს რომ აი სამყაროს ვეღარ ხედავ მარტო აი ისეთ შენ ენაზე ლაპარაკობ ხო და ძალიან გამიხარდა ეს ამბავი ხო ანუ ერთ-ერთი თქვენი რჩევა არის რომ თავი დაიტვირთონ მაგრამ თან არა აუცილებლად სპეციალისტთან არა თუ მძიმე მდგომა არა მე არა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია თუ ადამიანს ვიღაც გარდაეცვალა და ძალიან ზურგად არის და ეს ვიღაც არის ძალიან ახლობელი პირველი რაც უნდა გააკეთოს არის უნდა მივიდეს ნევროპათოლოგთან აუცილებლად თუ საჭირო გახდა ფსიქოლოგიც უნდა ჩაერთოს და რაც მთავარია უნდა მოიხსნას წამებულის მანტია რომ დედამეს რა და მემართა რა აქვთ ესეთ ქალებს ხო მე ძალიან ხშირად შემხვედრია შენც ალბათ ანუ აურა აქვთ ძალიან მძიმე ანუ მოდიან და თავისი უბედურება მოაქვთ და შეიძლება 20 წლის წინ იყოს ამბავი მომხდარი და აი ყველაზე მეტად არ მინდოდა რომ ესეთი ყოფილიყავი და არ ხართ არ არა ხო, ამიტომ კომპლექსი მაქვს, როცა ამაზე ლაპარაკობ, ხო. ანუ ეს უნდა ვაიმე რა საწყალი ვარ და ყველაზე საწყალი ვარ, აი ეს უნდა გადადოს გვერდზე თავის შეცოდება არავითარ შემთხვევაში. ხდება სიკვდილით სიცოცხლის ერთ-ერთი ნაწილია. ხო. ძალიან დიდი მადლობა მაია. თქვენ მადლობა. აღფრთოვანებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა. აი მე რა საყვარლები ხართ, ძალიან დიდი მადლობა. მომეწონა თქვენთან ყოფნა. მართლა? კი, კაი იყო. დიდი მადლობა. გაიხარეთ.